ფიქრობ, რომ ხევის და მენჯის ასიმეტრია იმიტომ გაქვს, რომ ტერფია დეფორმირებული. სინამდვილეში კი პირიქით არის. ტერფის ფორმის ცვლილება არის ხერხემლის გამრუდების და პირველ რიგში კისრის პირველი და მეორე მარის არასწორი პოზიციის შედეგი. კისრის ეს მონაკვეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხერხემლის ვეტისთვის და ზოგადად საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისთვის, რადგანაც სწორედაა გადის სხეულის ცენტრალური ღერძი. ამიტომ პირველი და მეორე მალის ოდნავ გადანაცვლებაც კი იწვევს სხეულის სიმეტრიისა და ბალანსის დარღვევას, ხერხემლის ვეტის გამრუდებას სხვადასხვა სიბრტყეში და როგორც შედეგი მენჯის არათანაბარ დგომას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ტერფის ფორმასა და მდებარეობაზე. გამოსავალი არსებობს. ვიწყებთ მიზეზის მოგვარებით. ატლასის კორექციის პროცედურით, რომელიც აღადგენს სიმეტრიას და ბალანსს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში, ხსნის ფუნქციურ ბლოკს კეფ-ატლანტის სახსარში და გვეხმარება რეაბილიტაციის პროცესში. შემდეგ ინიშნება სარეაბილიტაციო მასაჟის და ვარჯიშის რამოდენიმე კურსი. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი ფიზიოთერაპევტი, ატლას სპეციალისტი, მე და ჩემი კოლეგები დავეხმარეთ ათასობით ადამიანს მსგავსი პრობლემის მოგვარებაში. კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში.